და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმოგიდგენთ. მესაქონლეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ვიცი, მაგრამ რა არის საჭირო ამისთვის და როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების საშუალებით უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ, უფრო მომგებიანი გავხადოთ ბიზნესი, ამის გასატყევად სენაკის რაიონ სოფელ ტყირში ჩავა. მოხსნილია ყველაფერი? იყო? თავის დროზე შემოიტანეთ ისინი, რა ქვია? Hina ise. Გამარჯობათ. გამარჯობათ. აი მომასწავლის. ყველაზე წარმატებული ფერმა მინდა ვნახოთ. კი ბატონო. თქვენთან გამომი. მოგდან. ეს არის ფაქიზოეს ძველი ფერმაა, ეს კომუნისტების დანარჩენი კედლები იყო და მე და ჩემს მამა აღვადგინეთ. ეს არის ახალი ფერმა, რომელიც 7 თვის წინ დავიწყე და დავასრულე და ახლა გიჩვენებთ შიგნით რა ხდება, როგორ ხდება. ეს არის საწველი დარბაზი, შენობა. შიგნით არის აქ ვეტექიმის ოთახი, გასახდელი, საწყვობები და ეს არის უშუალოდ 260 სულიანი ფერმა. ანუ როგორც ვთქვათ, კიდე მუშა პროცესი არ დამთავრებული. არ დამთავრებული, აი ინფრასტრუქტურა გარეთ დარჩენილია და პატარ-პატარ რაღაცები არის დარჩენილი. ისე როგორც ასეთი შიგნით ფერმა დამთავრებულია. აქ ამ შვიდობა. საკმაოდ დიდი მოცულობის ფერმა ქონია. 28-90-ზეა ეს დარბაზი რა. შემდეგ იქ შედის საწველ დარბაზში, აი შიგნით მოძრაობს ტრაქტორი, რომელიც ამ საკვებს უყრის. ეს ძროხები იკვებებიან აქა. ეს ბაგაა მათი. საკმაოდ კარგი წონის ძროხები ყოლია. 500-600 კილოგრამია ეს. ეს დეკეულები არიან, ჯერ არ მოუგია თავად. ახლა იგები. პროცესში არიან რა. პროცესში არიან. ამდენი ხანია რაც ფერმერული მეურნეობა გაქვს. მე 11 წელია უკვე. მაგრამ ეს შენობა ავაშენეთ წელს. აი ძველი შენობები ადრე ავაშენეთ და ეს ავაშენეთ წელს. 7 თვეში ავაშენეთ რა ეს და ის გვერდის შენობა, სადაც საწველი დარბაზია. ჩვენ ამჟამად ყავს 270 სული ძროხა, სულ პატარა და დიდი. აქედან მეწველი ყავს 150 სული. ამჟამად იწვევება სადღაც 70 სული ძროხა, გადასამუშავებელი რძე არის ტონა ნახევარი. სამეგრელო გათქმულია კვარაცხელის ჯიშის ძროხები, მაგრამ თქვენ არ ყავთ ისინი და რა ჯიშის ძროხებია? ესენი არიან ჰოლშტინო-ფრიზის ჯიშის ძროხები. ჰოლშტინი არის ევროპაში და მსოფლიოში ცნობილი მერძეული ჯიშის ძროხა, რასაც მაგი ჭამს, უხეში საკვებიდან კომბინირებულ საკვებამდე ეს ყველაფერი გადააქვს გზეში. მას აქვს დიდი უმაღლესი ხარისხის რძე, იმიტომ რომ ენაზი აქვს ძროხას რძე, რასაც ჭამს, იმას გაძლევს რა. და მათ აქვს ძალიან საუკეთესო რძე. მოგიხსენებათ, საქართველოში უძველესი ტრადიციებიდან მოდის. ჩემი ბაბუა იყო ძველი მეცხოველი კაცი, მომთაბარე მეცხოველობას ეწეოდა და ბაბუას საქმიანობიდან მე დავიწყეთ მე და ჩემს მამას ნელ-ნელა ამის შეკოწიწება. უკვე მე-10 წელიწადია რომ ძროხას ეს ძროხები ყავს. თვითონ აქ განაყოფიერება მიდის ხელოვნურად მისი. აქ გამრავლებულია წელს მაისის თვეში ინვესტორი ყავს შვედეთიდან, შვედური კომპანია, რომელმაც ჩადენს 3 მილიონი ლარი ამ საქმეში და 7 თვეში ახლა თქვენ რასაც უყურებთ, აი ეს ტექნოლოგია, რომელიც ევროპაში და მთელ მსოფლიოში ეს არის მიშვებული ფერმა, სადაც ძროხა თვითონ მოძრაობს, თვითონ მას აქვს იმის საშუალება, რომ როცა უნდა დაწვეს, როცა უნდა ჭამოს, როცა უნდა წყალი დალიოს და როცა უნდა ისეირნოს. ცალკე გვაქვს, სადაც ძროხა იწველება, სადაც ძროხა დაუშვა და სამშვიდობო ბლოკი ცალკე გვაქვს. ცალკე გვაქვს, სადაც ძროხები იმკურნებიან ან ხელოვნურ დამთესვას და ვეტერინარს აქვს სპეციალური სამუშაო ადგილი და ბლოკი, სადაც დასამუშავებელი ანუ ძროხაც ხდება ავად და ძროხაც ხდება იმ მდგომარეობაში, რომ დაუშვათ შლიქია და სამუშავებელი თუ რამ,
ეს მონელმა იცის და მენეჯერმა. საყურეები რო აქვთ. ეს არის ნომრები, ინდივიდუალური ნომერი, ყველა დრო არის ჩვენთან გადაღებული კომპიუტერში. დაბადების თარიღიდან რამდენი დღეში რამდენი წონამატი მოიმატა, როდის უნდა დაგრილდეს, როდის უნდა გაშრეს, ლაქტაციის პერიოდი მას აქვს სადღაც 305 დღე და ჩვენთან 6500-7000 ლიტრი ძეს ვაწარმოებთ ერთი ძროხიდან 305 დღის განმავლობაში. ჩვენ აქ გვაქვს 420 ჰექტარი მიწა, სადაც ვაწარმოებთ ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებს. სადღაც მარტის ბოლოს ჩვენი ძროხები უკვე დაიწყებენ მწვანე მასის გამოსა. ესე იგი, კოინდარი არის ჰოლანდიური ბალახი, ჰოლანდიიდანაა ჩამოტანილი თესლი, რომელიც ჩვენ უკვე 10 წელიწადია ვთესავთ, მაგრამ ყოველ მეოთხე, მეხუთე წელიწადს მას სჭირდება გაზრდასო. 5 წელი გაძლევს კარგ მოსავალს. თითქმის მწვანე მასით 1 ჰექტარი კოინდრის ფართობი გაძლევს 100 ტონა მწვანე მასას. და ეს ძროხა დღეში ჭამს 100 კილოგრამს. 100 კილოგრამ ბალახს რომ მიირთმევს, მაგ ნორჩ ბალახზე საუბარი მწვანე მასას, ეს სუბტროპიკია და ჩვენთან 8 თვე, 9 თვე შეიძლება მწვანე მასით გამოყვებოს ახონილი. ანუ ერთი სიტყვით მარტო ბაგურ პირობებში არ ყავს ძროხა. არა ყავს, რომელიც ძროხაც და დეკეული დაუშვათ მშრალი ძროხა ყავს გარეთ. გლისი და საღამოს ის მოძრაობს, როგორც უნდა და ძოვს იმ კულტურულ ბალახს, რომელიც ნათესია. დამაკება ხდება დეკეული სადღაც 380-400 კილოგრამი როა წონით, გრილდება და მერე მიდის ისიც გარეთ. ისეც არ უშვებთ გარეთ, რომელიც წონამატი არა აქვს მიღწეული და არა იმ კონდიციანამდე მისული, რომ დაგრილდეს. არ არსებობს ჩვენთან ისიც, რომ ძროხას კონდეს გადაცდენა და აი გამოტოვოს წელიწად. გამოტოვებული ძროხებიც არსებობს ასეთი, მაგრამ საერთოდ ეს გამოყვანილი ჯიშია და 10-15% ყოველთვის ფერმაში არის გამოწუნების ვიწუნებთ რა. იმიტომ რომ რჩენა, რომელიც ძეს არ გაძლევს და მარტო ხორცსაც არ გაძლევს, ის რჩენა ძალიან ძვირიжდება, მაგრამ ჩვენ პირობებში, როდესაც ჩვენ ცოტა ყავდა, ჩვენ დავიწყეთ 34 სული და მე ჩვენ თვითონ გავამრავლებთ. შემდეგ ამ შვედურმა კომპანიამ, რომელიც შემოვიდა ჩვენთან ივლისის თვეში და როდესაც გავისაუბრეთ ერთმანეთს და მოგვეწონა ერთმანეთის იდეები, დავიწყეთ ერთად მუშაობა. ეს არის თანამედროვე სტილის და იმ ქვეყნების სტილის ფერმა, სადაც სიცხე არის მაღალი ტემპერატურაა და სიცხის სტრესი ძროხისთვის ძალიან დიდ მოქმედებს. აი, რასაც ხედავთ თქვენ ახლა, ესენი არის ფარდები. ესენი ზაფხულში იწევა, უпростоრად კარგამეთში იწევა ქვევით და მუშაობს ვენტილატორები, რომელიც 45 მეტრის რადიუსში ასუფთავებენ ჰაერს და ეს ყველაფერი გადის სავენტილაციო კოშკით გადის გარეთ. ეს მატრასი, რომელიც სადაც წევს, ამას თავისი მასაჟი აქვს, არც ხეა ეს, არც ბეტონი და არც არაფერი. ეს არის სამასაჟო რეზინი ქვია რა, სადაც ის წევს და ისვენებს. ასევე ძროხას, როდესაც უნდა დაუშვათ, ძროხასაც ჭირდება მოფხანა და აი საფხალი საშუალებებიც გვაქვს. ასევე გვაქვს სამრეცხაო, სადაც 15 დღეში ერთხელ ძროხები უნდა ჩამოირეცხოს ჰიგიენურადაც და თვითონაც ძროხამ რომ ისუნთქოს, აი ბალამობის მერე ეს აუცილებლად ალბათ პროდუქტულ ნონერებს რა თქმა უნდა. აი რა თქმა მინდა რომ მუსიკა რაც შეიძლება სიმშვიდე ჭირდება ძროხას. არავითარ შემთხვევაში არც ეს ძროხა მეგრული იქნება, კვარაცხელიას იქნება, ჰოლანდიური იქნება თუ შვეიცარიული იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. ჯაზს არ უსმენთ. არა. ჯაზი არაა საჭირო, მაგრამ არც ძროხასთან არ არის არც წყნელი საჭირო, არც ყვირილი საჭირო, რაც უფრო მშვიდ ვითარებაში იქნება ძროხა და რაც უფრო ნათელ მდგომარეობაში იქნება და რაც უფრო სუფთა მდგომარეობაში იქნება, მით უმეტ კარგ და ნატურალურ მას უпростоრად ჰიგიენურად სუფთა ძეს მოგცემს. მაღალ პროდუქტულ ძროხას აქვს სიცოცხლის უნარიანობა ცოტა დაბალია ვიდრე იმას, იმიტომ რომ უფრო ფაქიზია ეს. მას თუ არ მოუარე, მას თუ მის დროზე არ მიეცის საკვების საშუალება, რომელიც მას სჭირდება, რა თქმა უნდა, მაგ იმ 30 და 40 ლიტრ ძეს არ მოგცემს. და იმ ძესაც ვერ მოგცემს, რომელიც დღეს ჩვენ გვჭირდება. ასეთი ფერმა საქართველოში რო იყოს 100
საქართველოში მაინც იქნება ძის დეფიციტი. ყველაზე მთავარია არაჟანი და ხაჭოს ყველა გააკეთებს, ნებისმიერი ტექნოლოგი გააკეთებს, მაგრამ ამის მოვლა ძალიან ძნელია. ამის ყველაფერი უნდა იცოდე. ძროხას თვალებში უნდა უყურო. დაღვლიანი აქვს მას თუ მხიარული თვალი. პირველადი წარმოებაა ძნელი, თორე მეორადი უკვე იოლია, იმიტომ რომ ის უკვე ნედლეული გაქვს, გაუშვი ქვაბში და მოხარში ხაჭოც გინდა თუ არაჟანიც, მაგრამ რა თქმა უნდა ძროხებთან მუშაობა ძალიან ძნელია. თვითონ ნამატიც გაზდაც ძნელია. აი ჩვენ მაგალითად ჩვენ ამდენი ხალხ წელიწადში ეს ნამატი. ნამატი სადღაც ფური ჩვენ სახარეს არ ვაჩერებთ, იმიტომ რომ ხორცზე არ მუშაობთ ჩვენ მუშაობთ მარტო ძეზე და ჟავა პროდუქტებზე. შეიცვალა, მაშინ ალანიათი გამოდიოდა, ნუ ძმები ალანიების იყო ჩვენი პროდუქტი და ახლა გამოვა ფაქიზოთი. ბრენდი ექნება ფაქიზო რა, ახლა ეს ცნობილი ისაა და ცოტა ფაკო და რაღაც არ მოეწონა ჩვენი მას ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ როცა აუხსენით რომ ფაქიზო ეს ქართველებისთვის გასაგები ის იყო, ამიტომ ჩვენ ბრენდს ფაქიზო ექნება, ესე ჩვენი საწარმო არის უნიფარმი 33 ადამიანია დასაქმებული, ყველა ახალგაზრდა, საშუალო ასაკი ჩვენ ფერმაში არის 28 წელი. ყველაფერი ხდება აქ ავტომატურად. საფხანად რომ მიდის ძროხა, იქ ისიც კი ავტომატურად ითქობა. დაკელის გაწმინდა, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემაა საერთოდ ყველა ფერმაში, ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში, აქ არის ამ შუა, ამ ორ ფერმას შუა არის 65 მეტრზე. 2 მეტრის სიმაღლით ორმო, სადაც ორმოში ჩადის ეს წუწუხი და ეს დაკელი და ეს ყველაფერი რაც ქვია, დაკელ გამტანს ეძახდნენ წინათ, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს დაკელის ორმო, სადაც აი ცხაურები როა, სადაც ჩაჭრილი როა, იქ ჩადის ეს დაკელი, შარდი და რაც წყალი, რომელიც აი რეცხვისა და იმის შემდეგ გვაქვს ჩვენ სპეციალური განადგურება, რომელიც შეგვაქვს ეს ჩვენ მიწებზე, სიმინდის ნახეზე, ბალახის ნახესებზე და აზოტის და გვარჯილა იმდენად რო არ გამოვიყენოთ და ცოტა იაფირო დაგვიგვიძეთ ჩვენი ბალახი, უნდა ვიყენებთ ნაკელს ჩვენი მიწებისთვის. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება მეც მოგეხმარო? რა თქმა უნდა. მეც მივიღებ მონაწილეობას ამად გამოკვებაში. რაში რამდენჯერ უნდა დავუყარო? დილით და საღამოთი. ორჯერ. ახალი ფერმა ბევრად სასიამოვნო სამუშაოა, რა თქმა უნდა, უკეთესი და მარტივია უფრო. დიდი ხანია რაც მუშაობ? 13 წელია. ძროხები გიყვარს? რა თქმა უნდა, აქ რომ ვინც მუშაობს, ყველას უყვარს ძროხები. ისე არაფერი გამოვა მეგონა. არა, შეუძლებელია ეს რომ იმუშაო ფერმაში და არ გიყვარდეს ძროხები. იმისათვის რომ ეს ლამაზი არსება გაიზარდოს ჯამთელი 4 თვემდე აუცილებელია 2 ლიტრარზე დილას აღამოს მიიღოს. ეს არის დელავალი წარმომადგენელი, რომელმაც ეს ყველაფერი ააწყო აქა. ეს იყო კონტეინერში ჩაწყობილი და ყველაფერი იყო ცალ-ცალკე რო ქვია, ერთი ვინტიც რო ცალ-ცალკე იყო და 20 დღის განმავლობაში ჩვენ ხალხთან ერთად, ჩვენ თანამშრომლებთან ერთად ააწყო და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი და ისიც თვითონ საქართველოში ყოფნით კმაყოფილია და ჩვენი გაცნობით ეს უკრაინელის მაცხოვრებელია, მაგრამ შვედურ კომპანიას წარმოადგენს. ეს შვედური კომპანია როგორ გითხრათ ახლა, აი Mercedes-ი როა, თვითონაც ასე იძახის, რომ ჩვენი კომპანია, მანქანებში რომ Mercedes-ი პირველიაო, ამ საწველი დარბაზის აწყობაში, მის მომსახურებაში, ნუ ინფრასტრუქტურა რაც ძროხას ჭირდება, წყვილისა და ძის შენახვისა და შემდეგ რაც პროცესები ჭირდება,
ამის ძალიან ძლიერი კომპანია დელავალი. Я очень рад. ძალიან მოხარული ვარ, რომ კომპანია დელავალის ტექნოლოგიური დანადგარები პირველად დამონტაჟდა საქართველოში და საერთოდ კავკასიაში და რომ ამ კომპანიას აქ მეწარმოვადგენ. კომპანია დელავალი, როგორც ვიცით, მთელ მსოფლიოშია განთქმული საუკეთესო საწველი დარბაზებით. ამას დაგიდასტურებთ ყველა ის ფერმერი, რომელსაც ეს დარბაზი აქვს. ყოველი საწველი დარბაზი თავისებურად განუმეორებელია. მათი უპირატესობა თქვენ იცით, ესაა რძის უმოკლესი გზა მაცივრისკენ. ეს კი თავის მხრივ რძის ნაწარმის საუკეთესო ხარისხს განაპირობებს. ჯანსაღი კვება ხომ უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის. ამიტომაც ვარ ძალზედ მოხარული. მე ჩემი პირადი წვლილი შევიტანე თქვენს ქვეყანაში ამ დარგის გასავითარებლად. რით არის გამორჩეული? და საერთოდ მაინტერესებს ესეთი დარბაზი თუ არსებობს საქართველოში? არსებობს, როგორც ასეთი არსებობს, მაგრამ ამ დონის დარბაზი არ არსებობს. საქართველოში კი არა, ამიერკავკასიაში არ არსებობს, როგორც ამ დელავალის წარმომადგენელმა ამიხსნა ჩვენ და გვითხრა. ეს არის მოდერნიზებული, მთლიანად რაც საწველ დარბაზს ჭირდება და ძროხის დროწოდებულ ჩამოწყებას ჭირდება. ეს არის ყველანაირად ავტომატიზირებული და ასე რომ ჰიგიენა აქ დაცულია, რომ ძეში არ მოხდეს ტვერი, არ მოხდეს შარდი. აქ გება 10 ძროხა ამ მხარეს, 10 ძროხა გება ამ მხარეს. ერთდროულად 20 ძროხა იწველება. აი დროის ფაქტორიც არის. ეს არის ვაკუუმი, რომელიც ვაკუუმითაც ძე გადადის პირდაპირ ქარხანაში. ჩვენ აქ პატარა ქარხანა გვაქვს, ჩვენი ქარხანა ძეში 5 ტონა ძეს ამუშავებს. შემდეგ ხდება ძროხების ჩამობანვა ისევ აი ცურით და შრალდება სპეციალური ეს არის სადეზინფექციო ხსნარი უკეთდება როხას რომ მან არა იყოს მასტიტის ავადმყოფობა არ დაიჭიროს რამე ბაცილარ ძეში რო არ წავიდეს ეს სპეციალური ხსნარია რომელიც ძროხას იცავს იმიტომ რომ ძროხა ხალხთან მას ფერმაში შეიძლება მან ბაცილა იყოს ამ ისეთი თირება იყოს რომელიც ძე საერთოდ ბალფუჭარი პროდუქტია თუნდაც სულში თუნდაც გარეთ მაგი მიკრობებს იკრავს ამიტომ ეს ყველაფერი დაცულია შემდეგ ამ დარბაზს აქვს ის პლუსი რომ დაუშვათ რომელიც ძროხაც ავადმყოფია რომელიც ძროხაც თვითონ ავტომატურად ცნობს და ავტომატურ რეჟიმიდან განახებს აი ძე დაუშვათ რამდენი ჩამოიწველა ის რა ქვია ძე რამდენი ხარისხოვანია და ეს ყველაფერი ეს აპარატურა გიჩვენებს შემდეგ ოპერატორი ამას ყველაფერს ამთავრებს აქ თუ მოიწველა ეს 100 ძროხა დაუშვათ ჯოქში რომელიც არის გადიან ეს ძროხები გადიან და იქ გვაქვს დეზ ბარიერი სადაც ხსნარია ჩასმული და შედიან ფერმაში სადაც ისინი ისვენებენ სადაც ისინი ჭამენ სვამენ და ემზადებიან მომავალი წველისთვის ესე იგი ერთი სიტყვით იმასთან ერთად რომ დროის ეკონომიასაც ვაკეთებთ უსაფრთხოების და უნებლობის კანონის 100%-იანი დაცვა რა თქმა უნდა აქ თქვენ წარმოიდგინეთ რომ აქ მოწვეული ძროხა მიდის ეს ძე უჟანგავი მილით მიდის პირდაპირ ქარხანაში აი ხელზე არ ხდება ძე ჰაერზე არ ხდება პირდაპირ ისხმება მაცივარში ზუსტად გადამუშავებას თქვენ თვითონ ახორციელებთ ხო რძეს გადამუშავებას მე თვითონ ახორციელებ ვარ ფაქიზოს მთავარი ტექნოლოგი რძეს ჩვენ მღებულობთ პირდაპირ უჟანგავი მილის საშუალებით საწველიდან პირდაპირ ქარხანაში რამე ტრანსპორტირება არ ხდება პირდაპირ მღებულობთ რძეს და ხდება ამ რძეს გადამუშავება პირდაპირ ახალი მოწვეული რძის გვაქვს მაცივარ დანადგარები სადაც ხდება რძის შენახვა დაახლოებით 24 საათის განმავლობაში და ამის შემდეგ ხდება მისი გადამუშავება ვამზადებთ არაჟანს, ხაჭოს, მაწონს, ყველს. როგორ ფიქრობთ, თქვენი ფერმა და საწარმო აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენასა და მიკვლევადობაზე? ჩვენი ქარხანა სრულიად აკმაყოფილებს ამას, რადგან ფერმაშის ნახეთ მდგომარეობა სისუფთავი რადონეზეა დაცული. რძეს ყოველგვარი ტრანსპორტირების გარეშე პირდაპირ ღებულობთ ქარხანაში და ამის გამო რამე ფაქტორები არ არსებობს იმისა, რომ დაბინძურებული იყოს ან რამე ადამიანისათვის მავნე პროდუქტი მივიღოთ ამ რძესაგან.
როგორც ნახეთ, ჩვენს ქარხანაში მიმდინარეობს რემონტი, შემოგვაქვს ნახალი დანადგარები, ეხლა უნდა ჩამოვიდეს ჭიქები, რომელიც გავა ფაქიზოს სახელით, ამჟამად გვაქვს ტონა ნახევარი რძე, რითაც დავიწყებთ პირველ რიგში ბაზრის ათვისებას, ხოლო მომავალში, ახლო მომავალში გეგმაში გვაქვს 5 ტონამდე რძის წარმოების გაზრდა, რადგან 5 ტონა შეგვიძლია ჩვენმა ქარხანამ დღეში გადაიმუშავოს. შესანიშნავია და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. აქვე ამ შენობაში არის ეგრეთ წოდებული სამშობიარო ბლოკი. ცნობს მომლელი რომ უნდა მოიგოს დღეს ან ხვალ, ის სპეციალური ბლოკია მისთვის გაკეთებული, სადაც ის თავის გემოზია იქ რა. როცა უნდა დაწვება, როცა უნდა შეჭამს, როცა უნდა და არავითარი შეხება სხვა ძროხებთან, მხოლოდ 2, 3, 4 ძროხას ვაყენებთ სამშობიარო ბლოკში. როგორც მოიგებს, ისე გადაყვავს შემდეგ ფერმაში და მიდის სახპორეში. ასევე არის ძროხის დაუშვათ მენეჯერი მოვა და ეუბნება მომლელი რომ დღეს ძროხა არის ახურებული, ხო? მოვიდა ეს ძროხა დგას მეოთხედ, ვთქვათ. რომელიც ძროხა ახურებულია. აქ სპეციალურად ისეა გაკეთებული, რომ ის მეოთხე ძროხა მენეჯერი უშვებს იქ ოთახში, სადაც ხელოვნური განაყოფიერება მიდის. ან შეიძლება ფეხი კონდეს დაზიანებული, ან შეიძლება რაღაც მკურნალობა ჭირდებოდეს ძროხას, ის ძროხა შედის და ის სამკურნალო ბლოკი ცალკე გვაქვს. რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, ხელოვნურ განაყოფიერები ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტი გვყავს. სპერმა ჩამოგვაქვს ჰოლანდიიდან, მარტო ჰოლანდიიდან და ისიც ჩრდილოეთ ჰოლანდიიდან, იმიტომ რომ ესენი ყველა რომელიც ახლა იგებს ორ თვეში ყველა საჭირდება ისე დაგრილება. ნამოტი წელიწადში რამდენია? ერთ ძროხას ერთი ყავს. ძალიან კარგი იქნებოდა 4 რო ყავდეს, მაგრამ სამწუხაროდ ერთი ყავს. 9 თვე არის ძროხა ორსული. მაკი, არა ორსული, მაკი უკაცრავ. რა მიმართულების ჯიშებია, ბატონო? ძალიან მერძეული ჯიშის საქონელი. ჩვენ სხვა არც ხორბზე, მხოლოდ სახარეები ჩვენი იყიდება როგორც სანაშენე ხბოები რა. პატარები იყიდება როგორც სანაშენე და ეს მიყავთ მთელ საქართველოს მასშტაბით მიყავ თითქმის სომხეთშიაც გაყავდა აზერბაიჯანში ჩვენი სანაშენი. სულადობა რამდენია ბატონო? ახლა არის სულადობა დიდი ძროხა, ესე იგი მეწველი ძროხა გვყავს 150, დეკეული გვყავს 60 და პატარა ხბოები გვყავს 20. 64 ჩამოვიყვანეთ ახლა. ამ ფერმაში რაც არის, ეს არის ჰოლანდიიდან ჩამოსული საქონელი. ძველ ფერმაში რომელიც არის 160 სული. ის არის აქაური დაბადებული სულ და ეს ყავს სულ ჯოგში ჯერჯერობით. მაგრამ ველოდებით კიდე 50 სული მაისის თვემდე კიდე უნდა მოიგოს რა. ჩვენთან ივლისის თვეში, ზაფხულის თვეში ძროხა არ იგებს. იგებს ძროხა ჩვენთან სექტემბრიდან მაისამდე. რა დაავადებები არის გავრცელებული ცხოველებში და რა ვეტერინარული პროცესები მიდის? ჩვენ ყველა რაც არსებობს ძროხის დაავადება, ყველაზე მცირით ძროხებს. არც რა მიდის ჟილეგზე, თურქულზე, პასრელოზე, ყველა რაც შეიძლება ყველაზე ასრელი უნდა იყოს ძროხა, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. კი, ჩვენი ძროხები და ჩვენი ფერმა არის ცალკე. რა თქმა უნდა ეს ამოკავებულია და სხვა ძროხებთან მას არც სოფლის ძროხებთან არც სხვა ნახირთან არ აქვს საქმე, არც ბუღით მუშაობ ჩვენ რომ გადაედოს ერთმანეთში, მაგრამ ჩვენ თავს ვიზღვევთ. ავადმყოფობა ძალიან ბევრია და ამიტომ ჩვენ ყველა ავადმყოფობებზე ცრით. თავარი ალბათ ჩემი აზრით ულუფის რაოდენობაა, ხო? თან იქნება გამომდინარე მერძეულობა. როგორ ახლა უხეში საკვები, ესე იგი, თივა, სილოსი, აი სიმინდის სილოს ჩვენ ვამზადეთ, რომ ჩვენ მოგექცევათ ეს კოლხეთის დაბლობია და ჩვენ სიმინდის სილოს უფრო მეტად. აი სიმინდის სილოსი არის მერძეული ფერმისთვის, ხორცისთვის და ყველაფრისთვის, აი ფერმისთვის და მეცხოველებისთვის პირველი დედა რა, რომ გამოკვებოს საქონელი. და შემდეგ ვიძეთ კომბინირებულ საკვებს. ჩვენ თვითონ ვამზადებთ. ან ჰოლანდიიდან ჩამოგვაქვს პრემიქსები და იმასოთა და ჩვენ თვითონ ვამზადებთ ფერს შროტებს ჩვენ თვითონ ვყიდულობთ, პრემის ვამატებთ და ჩვენ თვითონ ვარგებთ. თითქმის მერძეული ძროხა აქტიურ პერიოდში, როდესაც არის. აი თქვენ რომ ვიცით რომ 30 ლიტრას, 40 ლიტრას რო იწოლებო,
მაშინ მას ჭირდება სადღაც 8-10 კილოგრამი კომბინირებული საკვები. უხეში საკვები, მე როგორც გითხარით, აი მწვანე მასით სადღაც 100 კილოგრამამდე ჭამს. სილოს 12-15 კილოგრამი ჭირდება ბალახთან ერთად არეული. ნუ ეს არის მისი რაციონი. ეს რამდენი ჯდება დაახლოებით? სადღაც როდესაც ეს ჩვენ მოყვავს, ჩვენ თვითონ ვამზადებთ ამას. ერთი დღე ჯდება 8 ლარი. ხვეები ჩვენ ვიხართ სახარებს 2-3 დღესაც ჩვენ უშვებთ, იმიტომ რომ არ გვიძებს მე ხორცუნაზე არ მუშაობ და თური ჩვენთან 400 კილოგრამამდე არის 16-18 თვისა. როდესაც მაგდება. 2 წლისას უკვე ყავს ხბო. რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი? ეს ბიზნესი ახლა დიდი მოცულობის მოგებას კი არა, მაგრამ ძალიან საინტერესო ბიზნესია. როდესაც შენ თვითონ მოყავს ყველაფერი, შენი მიწა გააქვს, შენ თვითონ აწარმოებ უხეს საკვებს, მარცვლეულს, მაშინ მომგებიანია. მაგრამ ამას დიდი მარჟა არ აქვს როგორც ასეთი. აი, დიდი მარჟული ბიზნესი რო იყოს, მაგრამ ეს საინტერესო ბიზნესია და საყვარელი ბიზნესია, როცა შეტყობა და დაიწყებ ამ საქმიანობას. გიყვარდება ეს საქმე და გიყვარდება თვითონ ცხოველი და ეთანხმებით, იმიტომ რომ ჩემი აი ცოტა ხანი დაყოვნების შედეგად საკმაოდ ისეთი ემოციურად ვარ დატვირთული. უღრმესი მადლობა და კარგად გაგრძელებდეთ. წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ.